გამარჯობა, რადიომედის პირდაპირ ეთერში განვაგრძობთ მუშაობას და სტუდიაში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ შოთა თხელიძეს მასპინძლობთ. მოგესალმებით. გამარჯობათ. ჩვენ სტუმართან ერთად მიმდინარე საერთაშორისო ურთიერთობებზე, გეოპოლიტიკურ პროცესებზე ვისაუბრებთ. ამ დროისთვის პრინციპში დღევანდელი შეჯამებით ახალი გამოწვევა თითქოს არც არაფერია ბრჭყალებში. ისევ იგივე სურათი გვაქვს ჰორმუზის სრუტის გამო ცხარე სამხედრო დაპირისპირება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის უკვე თეირანის მახლობლად უფრო მეტი აფეთქების ხმა ისმის, როგორც ამას თავად ირანული მხარე იუწყება. ამასობაში ჩვენ უკრაინის მხრიდან დრონებით შეტევების მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტებზე ენერგორესურსების კუთხით რუსეთზე მიტანილი იერიშების შემდეგ ხედავთ ახალი შეტევების კასკადს უკრაინის მიმართულებით და ევროკავშირის გადაწყვეტილებას უკრაინასთან ერთობლივი დრონების წარმოებაზე. პარალელურად ჩინეთი თავის ასე ვთქვათ ეკონომიკურ ექსპანსიას განაგრძობს და იშვიათი მიწის რესურსების ექსპორტის შეზღუდვებით ისევ აქტუალურს ხდის ამ თემატიკას და ასევე ხედავთ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკების გაგრძელებას, სადაც პერსპექტივა ხან ჩანს, ხან არ ჩანს. ეს არის მოზაიკა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რომლის ჭრილშიც განვიხილავთ ჩვენ მიმდინარე გეოპოლიტიკას და სწორედ ამ საზომებით ვეცდებით დავინახოთ საერთო მოცემულობა. ჩვენ ვხედავთ სამხედრო დაპირისპირებას, რომელიც ფაქტობრივად გასაგებია რომ გეოპოლიტიკურ და დიდ პოლიტიკაში დაპირისპირების ნიშნების ფონზეა ეს, მაგრამ მაინც მთავარი მამოძრავებელი ძალა გამოდის ჰორმუზის სრუტია გეოეკონომიკური ფაქტორი. და ისევ აქედან დაწყებული პირობითად ამერიკის შეერთებული შტატების სურვილი ზეწოლა ენერგორესურსების მეშვეობით ვენესუელას ალბათ ამის მაგალითი იყო, ჩინეთის შესაძლოა ამის გაგრძელება იგივე ჩინეთთან მიმართებაში და ვართ ამ მოცემულობაში. სადაც ჩვენი სივრცე მართლაც შუა დერეფნის სახელით ცნობილი ამიერკავკასიის ეს სივრცე ნამდვილად სულ უფრო მიმზიდველი ხდება და ახლა თქვენთან ერთად სწორედ ამ პერსპექტივაში ვეცდები ჩვენი მიმდინარე თუ სამომავლო გეოპოლიტიკური შესაძლებლობების დანახვას. თქვენის ნებართვით რო არ გავფანტოთ, მე შემოგთავაზებდით ასეთ სამკუთხედს საქართველოს შუა დერეფნის ჭრილში ჩვენი ურთიერთობა დასავლეთით ევროპასთან, აი აქ არსებული რეალობა პერსპექტივები, ჩვენი ურთიერთობა საბჭოეთის ყოფილ სახელმწიფოებთან შუა აზიაში და ჩინეთის მიმართულება. თუ დრო მოგვეცება, შემდეგ ჩრდილოეთ სამხრეთზეც ვისაუბრეთ, მაგრამ ამჯერად აქცენტი გავაკეთოთ აღმოსავლეთ-დასავლეთზე. ხვდებით, რომ ყველასთვის მნიშვნელოვანი და დრომაჩვენა რომ მომგებიანია ეს შესაძლებლობა, თუმცა იმ დასავლეთში, სადაც ეს აღმოსავლეთის ნაკადები უნდა წასულიყო მეტი წელი, იმ დასავლეთთან ჩვენ გვაქვს არც ისე სახარბიელო პოლიტიკური კომუნიკაციის რეჟიმი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ის ეკონომიკური ფაქტორი, სატრანზიტო რესურსი და შესაძლებლობა, რომელიც ერთდროულად მიმზიდველია, როგორც ჩანს და ასეც არის აღმოსავლეთისთვის, დასავლეთისთვის, რამდენად შეიძლება იყოს გადამწყვეტი ფაქტორი იგივე ევროპასთან ურთიერთობების ნორმალიზებისა? ხო, საკმაოდ დიდი თემა. მაგრამ სწორად შენიშნეთ, ზოგადად რატომ დავიწყეთ საუბარი შუა დერეფანზე ბოლო წლებში, ხო? იმ ორმა კონფლიქტმა, რაც მიმდინარეობს დღეს საერთაშორისო სისტემაში, განაპირობა ზუსტად ის, იმიტომ რომ ამ ორმა კონფლიქტმა რეალურად სამი ძირითადი მარშრუტი, რომლითაც აღმოსავლეთი დასავლეთთან ვაჭრობდა, ეხლა ვერ ვიტყვი რომ ჩაკეტა, მაგრამ არასტაბილური გახადა, ხო? პირველი ეს ხო ჩრდილოეთის მარშრუტი რუსეთზე გამავალი, ბელორუსია, პოლონეთი შედიოდა ევროპაში, აი კი დაიკეტა. ბოლომდე არ არის დაკეტილი, მაგრამ ხო, ის ინტენსივობა რა თქმა უნდა არ არის. სამხრეთის მიმართულება ეს ირანის კონფლიქტი არის და აი ბოლო დაბომბვისასაც ერთ-ერთი სარკინიგზო მონაკვეთი გახდა სამიზნე, ამერიკული დაბომბვის, რომელიც თურქმენეთიდან შედის ირანში და რაც თავარია ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის საზღვაო მარშრუტი, რომელიც ასე ვთქვათ ჩინური ხილი ასე კონტეინერის სქემები ასე გადაზიდავენ ამ ტვირთს ევროპაში. ამასაც შეექმნა საფრთხე, ანუ საზღვაო ნავიგაცია ისეთი თავისუფალი აღარ არის, რაზეც სოფლიო იყო შეთანხმებული მეორე მსოფლიო ომის შემდგომ და არის გამოწვევები იგივე როგორც ჰორმუზის სრუტეში, გამოწვევებია ბაბელმანდების სრუტეში და ასთავარია საომალოდ არც სუეცის არხი არის სტაბილური
ასე ვთქვათ, კვანძი ჩინეთისთვის. აი ამ სურათმა გააჩინა ალტერნატიული გზების საჭიროება აი ამ ორ კონტინენტს შორის დაკავშირებადობის და ეს აღმოჩნდა შუა დერეფანი, რომელიც ერთი შეხედვით არის სიმპათიური პროექტი, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავიგოთ ისე, რომ აი მაგალითად აი ჩემს მიერ ჩამოთვლილი სამი მარშრუტები ან აღარ იქნება, ან რაღაცა რომელიმე გაუქმდება და ამას ჩაანაცვლებს შუა დერეფანი. უბრალოდ შუა დერეფანი არის შემავსებელი იმ შეიძლება დავარქვათ ამას სავაჭრო დეფიციტი რაც შეიძლება შეიქმნას ამ არასტაბილურობით ამის შემავსებელი გახდეს. თავარი ახლა ამ შუა დერეფანში არის ძირითადად ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და შემდგომ ასე ვთქვათ თურქეთი არის ბოლო ასე ვთქვათ დანიშნულების ადგილი, რომელთანაც შეიძლება ტვირთები შევიდეს ევროპაში. ეხლა რა არის აქ თავარი გამოწვევები ამ დერეფნისთვის და მე შევეხები იმ საკითხს შეიძლება გახდეს თუ არა ეს ჩვენ და ევროპის ურთიერთობების გადატვირთვის მიზეზი. თავარი გამოწვევები ამ დერეფანს აქვს ის, რომ ჯერჯერობით ის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, რაც არსებობს ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველოს მიმართულებით, არ არის იმ მასშტაბების, რომ რაღაცა ის მაქსიმალური ტვირთის მოცულობები აითვისოს ამ მარშრუტმა. ასევე არის საკმაოდ ეს ერთ-ერთი გამოწვევა არის ბორანების რაოდენობა, რომელმაც ყაზახეთიდან აზერბაიჯანში უნდა გადაზიდოს ტვირთები და ხო, კასპიის ზღვაში. ხო, და მესამე ესეთი კიდევ ერთი ესეთი ლოჯისტიკური პრობლემა არის საბაჟო პროცედურები. იმისათვის რომ შუა დერეფანი იყოს ეფექტური, ჩვენ შეიძლება ვთქვათ ის, რომ ყაზახეთ, აზერბაიჯანს, საქართველოს შორის გარკვეული ტიპის თავისუფალი საბაჟო სივრცე უნდა შეიქმნას. თუ ეს ფორმატი რაღაც მომავალში შედგება, ეს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდეს აი ამ ჩინური ტვირთებისთვის. იმიტომ რომ ხა 3-4 ქვეყნის, რამდენი საზღვარი უნდა, ასე ვთქვათ, გაიაროს. ზოგადად ამ ჰარმონიზებაზე და უნივერსალურობაზე ბევრიც არის საუბარი და შედარებით ისედაც სწრაფია შუა დერეფანი გადაზიდვის კუთხით 15-20 დღე ჭირდება, მაგრამ ეს საერთო საბაჟო სივრცე კიდევ უფრო ხარს გახდის. და იმ მინუს რაც აქვს გადაზიდვის ხარჯის მიმზიდველ სიჩქარესთან ერთად ნაკლები ბარიერის გარეშე და კომპენსირებს იმ მინუს რაც არის გადაზიდვის ხარჯი. ანუ საზღვაო გადაზიდვა უფრო იაფიჯდება, ვიდრე სახმელეთო გადაზიდვა. ამიტომ ამაზე უნდა დაიწყოს ფიქრი, აი როგორც კავკასიის ამ ორმა ქვეყანამ, ჩვენმა საქართველოს, აზერბაიჯანმა და აი ცენტრალური აზიის ქვეყნებმა. აი ეს გააქტიურება საქართველოს მხრიდან ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართ შეიძლება ამასაც ემსახურებოდეს, რომ ჩვენ რაღაცნაირად აი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ რაღაც ყურადღებას არ ვაქცევდით აი ამ ცენტრალური აზიის ქვეყნებს, რაღაც როგორ გითხრათ, ისტორიულ მეხსიერებაში იყო რაღაც პოსტსაბჭოთა ქვეყნები და რაღაც ეკონომიკური მიმართება არ ქონდა. ნუ ერთი ყაზახეთს თუ გამოვაკლებთ ხო ყაზახეთთან ასე თუ ისე ქონდა ეკონომიკური კავშირები. და ეს გააქტიურება ამაზე მიანიშნებს, რომ რაღაც საფუძველი ეყრება იმ ეკონომიკურ სავაჭრო ურთიერთობებს, რომელიც შემდგომში შეიძლება გადაიზარდოს აი ამ თუნდაც თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებში, იგივე თავისუფალ საბაჟო რაღაცა ორგანიზაციის შექმნაშიც კი. ამიტომ ეს არის ჯერჯერობით საწყისები. ეხლა რაც თავარ, ანუ ეს ხო, აი ეს თავარ კითხვას რომ დაუბრუნდე. ბატონშეთა, თქვენ ისნებართით, მაშინ ასე მოვიქცეთ, რადგან თქვენ შუა აზიის ქვეყნები ახსენეთ, ეს ჭრილი გაუკვირვებლად ამოჭრა და შემდეგ დაუბრუნდეთ ევროკავშირს და მერე ჩინეთზე ვისაუბრეთ, თუ თანახმა იქნებით. ჩვენ დღეს ვიხილეთ მორიკი ვიზიტი შუა აზიის ქვეყნებიდან საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უკვე თურქმენეთის პრეზიდენტი ეწვია სერდარ ბერდიმუჰამედოვი. აქამდე ჩვენ თურქმენეთიდან არაერთ დელეგაციას უმასპინძლებთ, მაგრამ პრეზიდენტი მე მგონი ეს პირველი შემთხვევა, მით უმეტეს ამ ქვეყნის ფორმატი გასაგებია და პრეზიდენტის უშუალო ჩამოსვლა ალბათ ბევრ რამეზე მიანიშნებს და თქვენ რაც ახსენეთ შუა აზიის ქვეყნები, ჩვენ კიდევ ერთხელ თუ გადავხედავთ და გავიხსენებთ ასე ვთქვათ ვიზუალურად გეოგრაფიას და რუკას, თურქმენეთი არის ის სახელმწიფო, რომელიც იგივე უზბეკეთისგან განსხვავებით, რომელთანაც მნიშვნელოვანი კონტაქტი გვჭირდება, ან თუნდაც ყაზახეთისგან განსხვავებით, უხეშად რო ვთქვათ, ჩვენგან პირდაპირ კასპიის ზღვის გადაღმა, ხო? ჩვენი აზერბაიჯანის შემდეგ უკვე არის პირდაპირ თურქმენეთი და ეს მნიშვნელოვანი გასაგებია. თურქმენეთის მერე იქ ავღანეთია და ცოტა სხვა გამოწვევებია, თუმცა კითხვა მიმყავს საით, რადგან შუა აზიის ქვეყნები ახსენეთ,
ეს ჰარმონიზაციის და ამ ხრივ სასათბურე პირობების შექმნა არის ის ერთადერთი არ იქნება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მიზეზის სახით, რის გამოც ჩვენ ბოლო პერიოდია, თუნდაც იგივე ევროკავშირთან ესეთი ურთიერთობის ფონზე ვაკვირდებით საქართველოსა და შუა აზიის ქვეყნებს შორის კომუნიკაციას სამთავრობო დელეგაციების წამოსვლებს ძალიან აქტიურს გულისხმობ და აგერ დღეს სახეზე გვაქვს თურქმენეთი. ანუ ეს ვახსენე ზუსტად რომ ეს შემთხვევითი არ არის რაღაცა სახუმარო თემა და აქციას საზოგადოების ნაწილმა რომ აი დასავლეთში რაღაც ჩაესვლება და ანუ რაღაცა თითქოს უზბეკეთი და ყაზახეთი არის სახუმარო თემები არა და რომ ჩახედავთ ამ ქვეყნის ეკონომიკებს ხა ყაზახეთი და უზბეკეთი არის ყველაზე მზარდი ეკონომიკები არა თუ პოსტსაბჭოთა სივრცეში არამედ მსოფლიო მასშტაბით უზბეკეთი დაახლოებით 10%-იანი ზრდები აქვს თან არ დაგვაუწყეს ის რომ ცენტრალური აზიაც არის საკმაოდ დიდი ბაზარი ეს არა 27 თუ 38 მილიონია უზბეკეთია ხოლო და ყაზახეთი სადღაც 18 მილიონი ანუ ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია აი ამ საექსპორტო პოტენციალის გასაზრდელად ხო ეხლა თურქმენეთსაც შეეხება თურქმენეთის სავაჭრო პროდუქციას თუ შეხედავთ აბსოლუტური უმრავლესობა 95% დაახლოებით არის ბუნებრივი აირი და ამ შემთხვევაში ხო ჩვენ და თურქმენეთის კომუნიკაციაც რეალურად უნდა განვიხილოთ თურქმენეთ-აზერბაიჯან საქართველოს თანამშრომლობის კუთხით, იმიტომ რომ შეიძლება ასე ვთქვათ აზერბაიჯანმა ის ბუნებრივი აირის მოცულობები რაც გაჩნდა მოთხოვნა ამ რესურსზე ვერ დააკმაყოფილოს მომავალში აზერბაიჯანმა ეს რაოდენობები და შემავსებელი გახდეს თურქეთი. ისიც არ უნდა დაგვაუწყდეს რომ დღეს აი ამ ბუნებრივი აირის საექსპორტო დეფიციტს აზერბაიჯანი ავსებს რუსეთით. ანუ ნაწილობრივ რასაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანში გადის გაზი არის რუსული გაზიც. ანუ აზერბაიჯანი იძენს რუსეთისგან. იმიტომ რომ თვითონ შეიძლება ანუ ის მოცულობები არ შეუძლია. ირანისგანაც მოხდა როგორც მე. კი, და ის არ უნდა დაგვაუწყდეს რომ და უკრაინის ომის დასაწყისში თუ სადღაც მახსოვს ის იყო 22-23 წელი ევროკავშირმა გააფორმა აზერბაიჯანთან ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შემდგომი 10 წელი დაახლოებით 20 მილიარდ კუბურ ბუნებრივ აირს მიაწვდიდა აზერბაიჯანი. თუმცა თუ ჩახედავთ წარმოების სიმძლავრეებს, ამას თავად აზერბაიჯანი ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ თავარი ეს მომწოდებელი იქნება თურქმენეთი ან რუსეთი, ამის შემავსებელი. და ამ რაღაც გარკვეულწილად ხო ამ ფორმატის შესათანხმებლად შეიძლება არის ბატონი სერდარ ბერდიმუხამედოვი ჩამოსული ჩვენთან. ნუ შეიძლება სხვა აი რაც გულისხმობთ უნდა იქნება ირიბი საკითხების. ანუ სხვა ესეთი რაც მე ვახსენე თანამშრომლობის სხვა ფორმატების რაღაც აი ჰარმონიზაციის პროცესიც ჩემი აზრით უკვე დაწყებულია მიმდინარეობს და ნუ ეს რეალურად გარდაუვალია, იმიტომ რომ აი ბოლო წლებში ჩვენ ქვეყანას მივანიჭეთ ეს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა სატრანზიტო. ნუ არა მარტო ბოლო წლებში, მაგრამ საკმაოდ ხარისხობრივად გავზარდეთ და თავარი ჩვენი საგარეო ორიენტირი აი გეოეკონომიკური მიმართულებით იქნება აი კავკასიის სატრანზიტო დერეფნის ხარისხობრივად გაზრდა და ეს გარდაულად გამოიწვევს აი ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ყოველ წელს რაღაცა აი შეიძლება ითქვას რა გეომეტრიული პროგრესიით თანამშრომლობის ახალ ფორმატების ჩამოყალიბებას. აი ასეთი სატრანზიტო ჰარმონიზაციის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია იგივე საკანონმდებლო დაახლოება და ბარიერების გარეშე ფორმალური ბარიერების შემცირება მინიმუმამდე და ამის ერთგვარი კარგი პროექტი არა საპილოტი, არამედ მუშა პროექტი არის ევროკავშირის ქვეყნებს შორის კომუნიკაცია. ანუ ევროკავშირს ამ კუთხით დიდი გამოცდილება გააჩნია. მით უმეტეს ჩვენ გვაქვს ეს მიუხედავად დროის გავლისა პოსტსაბჭოური მენტალური დამოკიდებულება ბევრი ასპექტისადმი და აი ამ თვალსაზრისით ალბათ ევროკავშირის ჩართულობა აი ამ ჰარმონიზაციის თვალსაზრისით რადგან მით უმეტეს საბოლოოდ უკვე ევროპის სივრცე უნდა იყოს ამ ბაზრის დაბოლოების წერტილი ასე ვთქვათ, მათი ჩართულობა ამ კუთხით ეფექტიანობას მინიმუმ ამ კუთხით ძალიან გაზრდიდა. ხოლო დავუბრუნდეთ იმ კითხვას, რომელიც გულისხმობდა რამდენად შეიძლება აიძულოს საქართველოს როგორც შუა დერეფნის მთავარმა მოთამაშეობამ, როგორც ბრიუსელი, ასევე თბილისი, გადალახონ პოლიტიკური უთანხმოებები და კონსტრუქციული დიალოგის ფორმატს დაუბრუნდნენ. მანდ ხა ცოტა დიდი სურათი უნდა დავინახოთ. ძალიან. და რას გულისხმობ მე? პოლიტიკურად ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, ნუ ეხლა უნდა ვაღიაროთ, რომ არის დამოკიდებული ამერიკის ნებაზე.
დამოუკიდებლად ანუ გეოპოლიტიკურ მანევრებს ევროკავშირი ვერ განახორციელებს. ახლა არის ცდილობები, მაგრამ ანუ ეხა ეს არის მოჩვენებით რაღაცა შრომის დანაწილების პრინციპი საერთაშორისო ასპარეზზე, რომ რაღაცა ევროკავშირი იქნება რუსეთის შეკავებაზე მიმართული და შეერთებული შტატები დანარჩენ მსოფლიოს ბრალებში მიხედავს. მოდი ესე უხეშად რო ვთქვა. ანუ თემა რა არის? ბოლო დაახლოებით ესა ტრამპის პირველი პრეზიდენტობიდან მოყოლებული ევროკავშირმა იმავე შეერთებული შტატების დაძალებით დაიწყო ჯერ დაანონსა ეგრეთ წოდებული დეკაპლინგის პოლიტიკა, დეკაპლ, ანუ გაყოფა ჩინეთთან ურთიერთობაში. რას გულისხმობდა ეს, რომ ევროკავშირს უნდა შეემცირებინა სტრატეგიული რაღაცა არა პროდუქტის ან ტექნოლოგიებზე ჩამოკიდებულება ჩინეთზე. ეკონომიკური დამოკიდებულება. დროთა განმავლობაში აღმოჩნდა, რომ ეს დეკაპ სრული გაყოფა და ანუ ჩინეთს საერთოდ ჩახსნა აი ამ ვაჭრობაში არ გამოდიოდა. 2022 წლის ბოლო იყო, როდესაც ევროკომისიამ ეს დეკაპლინგი შეცვალა დერისკინგი, ანუ რისკების შემცირების პოლიტიკით. გამომდინარე იქიდან, რომ ეს გაყოფა არ გამოდიოდა. ანუ ესეც იმავეს გულისხმობს, რომ მაქსიმალურად, ანუ ისეთი პროდუქტები, ანუ როგორ გითხრათ, რომლის საშუალებითაც შეიძლება ჩინეთმა გაატაროს საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესი ევროკავშირში, ესეთი პროდუქტები არ შეიძინოს ევროკავშირში. შეიძლება ეს იყოს მხოლოდ რაღაც სამხმარებლო საქონელი, რომელიც ახლა სტრატეგიულ მნიშვნელობას არ ატარებს. ანუ მსგავსი და ჯერჯერობით აი ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობაც არ არის საბოლოო სახე მიღებული, ხო? მაგალითად ჩადის ევროპელი ლიდერი იქ ჩინეთში, იქ არავინ არ ხვდება, გამოაგზავნიან, აი მაგალითად განსაკუთრებით გერმანიასთან მიმართებაში აქვს რაღაცა ჩინელებს ცოტა ეს აგრესია, იმიტომ რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა, არავინ დახვდა იქ. ნუ მაკრონი მიიღო, რამდენიმე თვის წინ იყო სი ძინპინმა, ნუ ალბათ შედარებით ჩინეთი თulis საფრანგეთს მეტნაკლებად რაღაც დამოუკიდებელ მოთამაშედ, მაგრამ ესეთი საბოლოო ან თანამშრომლობითი ფორმატი არ არის ჩამოყალიბებული. გამომდინარე იქიდან, რომ რაც ვახსენე ევროკავშირზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენ შეერთებული შტატები. გამომდინარე აი ამ ჩამოუყალიბებელი სიტუაციიდან შეიძლება ევროკავშირს არ აქვს ესეთი პრიორიტეტში შუა დერეფანი, ხო? ნუ უკვე რო იყო შემდგარი, რომ აი ევროკავშირს ჰქონდეს სტრატეგიული გათვლა შემდგომი 20-30 წელი, რომ ჩინეთთან უნდა გაზარდოს ვაჭრობა სხვას მიმართულებით, რა თქმა უნდა, შუა დერეფანიც იქნება პრიორიტეტული, ხო? მაგრამ რადგან ჯერ ეს არ არის, ეს პროცესი არ არის რაღაცა ჩამოყალიბებული, ჯერჯერობით რაღაც პრიორიტეტს არ ანიჭებს ევროკავშირი შუა დერეფანს და აქედან გამომდინარეა, რომ ესე აგრესიული მიმართება აქვს კავკასიის ქვეყნებთან, არა მარტო საქართველოსთან, არამედ აი აზერბაიჯანთანაც, ხო? აი სომხეთთან რადიკალურად შეიძლება. სომხეთთან ხო გასაგებია, ხო? თუმცა ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩასული იყო ბაქოში და საკმაოდ ისეთი კარგი სიტყვებით შეამკო მაშინ ილჰამ ალიევი, მაგრამ ბოლოს კრიტიკული იყო ალიევი, რომ შეიძლება მან დატოვოს ევროპის საბჭო ეს ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია, გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად ის აზერბაიჯანს არაფერს არ აძლევს და რომ დატოვოს არც არაფერი დააკრდებაო და ახლობით ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა ალიევი. კი, ესეც მოცემულობა ევროკავშირისა და აზერბაიჯანის ურთიერთობა პოლიტიკის თუ საშინაო პოლიტიკის დაწუნების ფონზე ეკონომიკური თანამშრომლობა უპრობლემოდ მიმდინარეობს. თუნდაც იგივე იტალიის პირველი პირის სომხეთში ჩასვლამდე ჯერ ბაქოში მისვლა და შემდეგ იქ მინისტერიალზე გადასვლა, ესეც ალბათ რავლის მეტყველია. კი, ნუ რაღაცა ისეთი ევროკავშირი ცდილობს საქართველოს ჩააგდოს, როგორ გითხრათ, ეჭვიანობის პოზიციაში, რომ აი მე ალტერნატიული გზა ვიპოვე კავკასიაში და აი თქვენ კარგავთ ამ რესურსს, თავარ გეოპოლიტიკურ რესურსს, ასაც ქვია ეს ტრანზიტული სივრცე. თუმცა ეს რაღაც აი უფრო პოლიტიკური მანევრები მგონია ვიდრე რეალობა, იმიტომ რომ ის დერეფანი, რასაც ეწოდება ზანგეზურის დერეფანი, ეს არის საკმაოდ გრძელვადიანი პროექტი, რომელიც არ იქნება რაღაცა ის საერთაშორისო მნიშვნელობის, რასაც შეიძლება ქონდეს აი საქართველოს გამავალ ტრანზიტს და შუა დერეფანს, რასაც უწოდებ. ეს უფრო იქნება თურქეთ-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი რაღაცა უფრო რეგიონული კომუნიკაცია. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს უკვე არაერთი კომუნიკაცია, ანუ სატრანზიტო კომუნიკაცია არსებობს, იქ ჯერ არაფერი არ არის, იმის შექმნა სჭირდება, ნუ არათუ წლები, შეიძლება რამდენიმე 10 წელზე, 15 წელზე მეტი დაჭირდეს და რაც არის იქ, ასე ვთქვათ, გამტარუნარიანობის შესაძლებლობა, ისიც არ არის ის მოცულობები, რამაც შეიძლება რაღაცა მასშტაბური ტვირთები გაატაროს. საქართველოს ამ კუთხით უფრო მეტი შეუულია, გამომდინარე იქიდან, რომ არაერთ რაღაცა გადაცემაში მაქვს ნახსენები,
საპორტო ინფრასტრუქტურა არის ჩვენის დამატებითი პლუსი. როდესაც სპორტი აქვს ქვეყანას, მას შეუძლია გაცილებით მეტი ტვირთი გაიტანოს ექსპორტზე. თქვენ ევროპაზე განმარტეთ, რომ ასე ვთქვათ, ჩამოუყალიბებელი პოზიცია ჯერჯერობით და ალბათ ამ პოზიციის ფორმირებაზე იმოქმედებს პროცესები, რა როგორ განვითარდება, იგივე ამერიკის შეერთებული შტატების გეგმები გავლენების შენარჩუნების თვალსაზრისით ალბათ, თუმცა მეორეს მხრივ აღმოსავლეთ დასავლეთის აი ამ კორიდორის მნიშვნელოვან მონაწილეს ჩინეთს ერთი გზა, ერთი სარტყელის სახით გარკვეული გეგმა, გარკვეული ხედვა გააჩნია და ამ ხედვაში ბუნებრივად არის შუადერეფანი და საქართველო. ჩვენ ვიხილეთ კიდევ ერთი მოცემულობა თუ ინფორმაცია მორიგი პირდაპირ ფრენებისა შეიძლება ისეთი ინტენსივობა არ იყოს ახლა საქართველოს მოქალაქეებისა ჩილეთის მიმართულებით როგორც ეს ევროპულ ქვეყნებშია მაგრამ თვითონ ფაქტი კომუნიკაციის ასე სიღრმეებში წასვლისა ბევრ რამეზე მეტყველებს გასაგებია თქვენ სწორად მიანიშნეთ ამ პროცესში სანამ გეოპოლიტიკური გადახალისება თუ დიდი მოთამაშეების თვითგამორკვევა მიმდინარეობს რეგიონული მოთამაშეები რა თქმა უნდა და არა მხოლოდ რეგიონული მოთამაშეები საკუთარი თევზების დაჭერას ცდილობენ ამ ამღვრეულ წყალში ხო აგერ ჩვენს მეზობლად ნუ რუსეთი გასაგებია თავისი სირთულეები გაჩნია თურქეთსაც თავისი ინტერესები აქვს და ირანს ჯერ არაფრისთვის არ ცელია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში ჩინეთთან ჩვენი კომუნიკაცია გასაგებია რომ ეს არ არის მხოლოდ პერსპექტივაში კიდევ უფრო მეტად გაღრმავება ეკონომიკური ურთიერთობებისა ეს არის ასე ჩემი აზრით იმ გეოპოლიტიკური კიდევ ერთი მოთამაშის შემოყვანა რომელსაც შეუძლია გარკვეული ბალანსის შემოტანა რეგიონში ახლა მეორე ნაირად დაგისვამ კითხვას ჩინეთს პირობითად თავისი ეკონომიკური და სახელმწიფოებრივი ინტერესები გააჩნია და პირველ რიგში ამით მოქმედებს. თუმცა საკმაოდ საინტერესოა მისი მოქმედებები, როდესაც ნებისმიერ პატარა ქვეყანასთან კომუნიკაციაში ის მიუთითებს თანაბარ უფლებიანობაზე და ასე შემდეგ. ეს არის ასე გარკვეულწილად ბრიტანული იმპერიალისტური მოქნილობის აღმოსავლურ განზომილებაში გადაყვანილი კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, დიდი ქვეყანა დიდი შესაძლებლობებით ყოველთვის შეინარჩუნებს დომინანტობის ფაქტორსა და შესაძლებლობებს, მაგრამ თანამედროვე გეოპოლიტიკის მრავალფეროვნების ალბათ ერთ-ერთი პლუსი არის სწორედ აი ეს თავშეკავებულობის ელემენტების არსებობა და რაც უფრო მეტი მოთამაშეა ჩართული პროცესში, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გაქვს მოქნილობისა, რაც უფრო პატარა ქვეყანა ხარ. კითხვა შუა დერეფნის ჭრილი რამ ჭრილი და ამ კუთხით ის პერსპექტივა, რომელსაც ხედავს პეკინი, რამდენად შეიძლება ეწყვეოდეს ჩვენს არამხოლოდ ეკონომიკურ, არამედ სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების ინტერესების გატარებას. ან რამდენად გაგვიმაგრებს აი ამ კუთხითაც ზურგს, არამხოლოდ ეკონომიკურად. პირველი მოდი ხო, საქართველოსთან დავიწყებ. ბოლოს 10 წლის განმავლობაში ჩვენი ესეთი პროდასავლური კურსი ეს ორგანიზაციებში ინტეგრაციის დაჟინებული რაღაც მოთხოვნა და ანუ მსგავსი ესეთი სწორხაზოვანი მსოფლმხედველობა ჩვენ გარკვეულწილად მსოფლიოს სხვა სივრცეებიდან მოგწყვიტა. ანუ საერთოდ რაღაცა ჩინეთის ხსენებაც არ იყო ხოლმე. მაგრამ აი თვითონ ეს უკრაინის კონფლიქტი კუთხით არის ტრანსფორმაციული, რომ აი ამ პროცესებმა რაღაც ანუ შესაძლებლობები გააჩინა, რაღაც შესაძლებლობების ფანჯარა გახსნა ჩვენთვის, რომ მარტო რაღაცა დასავლეთი არა, ნუ ამ დაძაბულობის პროცესმა ჩვენ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ანუ ჩვენ რეალურად ეხლა ვიწყებთ გარკვეულწილად რაღაც აღმოჩენას, რომ არსებობენ ქვეყნები, რომელთაც აქვთ რაღაცა პოტენციალი, სავაჭრო პოტენციალი, ტექნოლოგიური პოტენციალი, სხვადასხვა მიმართულებები და ეხლა ვიწყებთ იმის აღმოჩენას, რომ შეიძლება ჩვენც რაღაცა ჩვენი რესურსები გავიტანოთ სხვა ბაზრებზე. ანუ რაღაცა როგორ გითხრათ, ხელახალი დაბადების პროცესში ვართ, შეიძლება ესე ვთქვათ. ეხლა ჩინეთს რაც შეეხება და რატო შეიძლება ანუ რა არის მისი ინტერესი, რომელიც მას განასხვავებს აი ანგლოსაქსური მსოფლმხედველობისგან მსოფლიოს მიმართ. მთავარი ინსტრუმენტი ჩინეთის საერთაშორისო ურთიერთობებში არის ვაჭრობა
და მისი ორიენტირია, ანუ თუ დააკვირდებით მის ურთიერთობას როგორც აზიის, ასევე აფრიკის ეგრეთ წოდებულ უხეშ ტერმინს მესამე სამყაროს ქვეყნებთან, ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ ამ ქვეყნებს შეუქმნას ადგილობრივი ინფრასტრუქტურა და ამის მეშვეობით ის ცდილობს ყველა ესეთი მცირე განვითარებად ქვეყანაში შექმნას გარკვეულწილად საშუალო კლასი. ეხლა იკითხავთ ასეთ რაღაცას, რომ რაში აწვევს ახლა ჩინეთი. რა ხეირი აქვს ჩინეთს სადღაც უგანდაში თუ საშუალო კლასი შეიქმნა. თავარი ასე თქვათ ძაღლის თავი დამარხული არის იმაში, რომ ჩინეთი არის როგორ დავარქვათ ამას სუპერ წარმოებელი სახელმწიფო. ანუ სოფლიოს წარმოების დაახლოებით 40% თუ მეტი არა მოდის ჩინეთზე. ანუ რაც პროდუქტი იქნება. მას სჭირდება ამ საქონლის გასაღება, ექსპორტი. რითაც ამიტომ ის გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავს, რომ ის გარდაულად გეოპოლიტიკური დაპირისპირება შევა როგორც ევროკავშირთან, ასევე შეერთებულ შტატებთან და ეს ბაზრები პოტენციურად მას შეიძლება ჩაეკეტოს, მისი მთავარი ბაზრები და ის თანდათანობით, ასეთი, როგორ გითხრათ, ჩაუხრელად ცდილობს, რომ ალტერნატიული ბაზრები იქნება ეს აფრიკა თუ აზია თუ ლათინური ამერიკა, იქ ასე ვთქვათ, ხელი შეუწყოს ამ საშუალო კლასის შეძენას, გაჩენას, რომ შემდგომ ეს საშუალო კლასი არის მთავარი მომხმარებელი, აი კონსამპშენ რასაც ვეძახით, ხო? ეხა ხო ტემუზე რამდენი ადამიანი ამას ყიდულობს, ხო? ადრე რამდენიმე წლის საერთოდ ხო არ ვიცოდით ეს რაღაც. ანუ ეს არის მთელი არსი, რომელიც არის, როგორ გითხრათ, მომგებიანი როგორც ჩინეთისთვის, ასევე აი ისი ასე ვთქვათ, პარტნიორი პატარა რაღაცა ქვეყნისთვის. თვითონ ჩინეთსაც აქვს ესეთი გლობალური, თუ სწორად მახსოვს, ეს იყო გლობალური კეთილდღეობის კონცეფცია. რაც მოიაზრება აი ამაში, რომ ქვეყნები ერთმანეთს უნდა დაუკავშირდნენ, ასე ვთქვათ, სავაჭრო ურთიერთობებით. და ასევე კიდევ ჩინეთის ინტერესში არის რა დაკავშირებადობის მაქსიმალ ხარისხობრივად გაზრდა. ეს ან თქვენ თუ ჩახედავთ ევროპის რუკას, თითქმის ყველა ქვეყანა არის საკმაოდ ინტენსიურად ერთმანეთთან კომუნიკაციაზე, საგზაო, სარკინიგზო, ავიაცია, ასე შემდეგ. აზიის რუკას თუ ჩახედავთ, ძალიან ნახავთ რაღაც ერთი გზა იქით ვინც მეორე, ანუ არ არის ბევრი კომუნიკაცია. ანუ ასევე აფრიკაზე ხა ზედმეტია ხო ამ კუთხის საუბარი. მისი ასე მთავარი ორიენტირი არის, რომ მეტი ინფრასტრუქტურა შეიქმნას, მეტ ქვეყანას უფრო მეტი დაკავშირებადობა ქონდეს მესამე ქვეყანასთან. იმიტომ რომ ანუ სხვა ორი ქვეყნის ვაჭრობაც ამდიდრებს ჩინეთის ასე ვთქვათ საექსპორტო ბაზარს. რაც აი ასეთი რაღაც გენიალური ეკონომიკური გეგმა აქვს ჩინეთს ამ მიმართულებით. თუმცა ამას ქვია, რასაც ჩვენ ვეძახით აბრეშუმის გზას. ანუ აბრეშუმის გზა ჩვენ არ დაუძახოთ მარტო აი შუადერებაინ და რაღაც. მთლიანად ეს დაკავშირებადობა უნდა გაიზარდოს როგორც აზიაში, ასევე აფრიკაში. ეხლა თქვენ საინტერესო დეტალს მიაქციეთ ყურადღება, ჩინეთის ინტერესი ხელი შეუწყოს ბჭყალებში მესამე ქვეყნებს, რომ იქ თანხებმა იტრიალოს, რომ იქ გაჩნდეს საშუალო კლასი, რომ იყოს რომ ყავდეს მწყიდველუნარიანი პარტნიორები. აი საქართველოს კარგი მაგალითია. როგორც კი აქ რაღაც საშუალო კლასი გაჩნდა, ჩვენ ვაჭრობა დავიწყეთ რაღაც ჩინური ონლაინ მაღაზიებში, ხო? მათ შორის. ხო, ანუ გაიზარდა ჩინური ექსპორტი. ამით გამოდის, რომ ჩინეთი ყოველ შემთხვევაში აქამდე არსებულ დასავლეთის კონცეფციას უპირისპირდება. რა თქმა უნდა, ფილოსოფიურად. ხო, იმიტომ რომ ჩვენ კი ვიცით, რომ თქვათ ანგლოსაქსური იმპერიას მე კი მოვდივარ და ინტერესები კი მაქვს იმპერიალისტური, მაგრამ მომაქვს ტექნოლოგიები და ცოდნაც მაგალითისთვის შეგვიძლია ვთქვათ ინდოეთი, მაგრამ აი ეს ითხოვს დაქვემდებარებულობას. ნუ ჩინეთი როგორ დაქვემდებარებულობას მოითხოვს, ამას კიდევ დრო გვიჩვენებს რეალობაში მერე პრაქტიკა. მაგრამ ჩვენ ასევე იგივე აფრიკული ქვეყნები ახსენეთ, რომელიც ყოველთვის იყო საჯილდაო ქვა და თუნდაც იმპერიალისტური ქვეყნების წარმომადგენლების ბრმად გატარებული საზღვრები დღეს 100,000-ობით, 10,000-ობით ადამიანების ტკივილს, გაუბედურებასა და რა ვიცი დაუსრულებელ სამხედრო თუ სამოქალაქო დაპირისპირებას იწვევს და აქამდე თუნდაც იგივე აფრიკის კონტინენტი იყო სივრცე, სადაც მხოლოდ რესურსი იყო პირველ რიგში და მერე სხვა დანარჩენი. გამოდის, რომ ამ ადგილებში, სადაც მხოლოდ რესურსების მოპოვება იყო მთავარი, დასავლური თუ ანგლოსაქსური არ ვიცი როგორ თქვა, მოდელისთვის ჩინეთი ამბობს, რომ მე არ უყურებ მას როგორც რესურს, რა თქმა უნდა უყურებ როგორც რესურს, მაგრამ ასევე მინდა იქ იყოს
ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც ექნებათ ფული. ხო, ეხა ისიც არ უნდა გავიკვეთ, რომ რაღაცა ალტრუისტია. რა თქმა უნდა, არა გაყვევებს, არა. ჩვენ ეხლა უტრირებლად საუბრობთ, ხო? გამოდის რომ კონცეფტ, ანუ ის თუ უყურებდა მარტო რესურსს, ეს უყურებს რესურს პლუს ადამიანს იმისთვის რომ ვივაჭრო და კიდე მეტი ფული მოვიგო და არა იმისთვის რომ წაგებაში წავიდე, ასე ვთქვათ, ეკონომიკურად და ეს დაკავშირებადობა ეკონომიკურია, გასაგებია რომ ერთგვარი ახალი ტიპის ეკონომიკური თუ ბიზნეს რბილი ძალა იქნება გავლენის მოსაპოვებლად, ხო? კი ბატონო, კი. ამას გულისხმობ ზუსტად. აი აფრიკაში არის ესეთი აფრიკელი აქტივისტების ან პოლიტიკური ლიდერების ესეთი ფრაზაა, რომ ჩინეთი ჩვენ გვიშენებს სკოლებს და რაღაც კლინიკებს და დასავლეთიდან მოდიან და ტრენინგებს გვიკითხავენ და ჩვენ გვირჩევნია რომ ანუ რაღაც ხელშესახებია ის კონდეს ხო ანუ ეს კარგად გამოხატავს ამ პოლიტიკების განსხვავებულობას რა არის და არის საბადოებზე სადაც ინვესტიციები შედის, როდესაც ამ ინვესტიციების და კრედიტების გადახდის უუნარო ხდება დიდი ორგანიზაცია თუ ქვეყანა, მე ეს ყველაფერი გადადის ჩინეთის დაქვემდებარებაში. კი, ხო, მაგრამ აქ არის რაღაც პროცენტული მარჟებში სხვაობა. კი, მაგრამ ჩინეთი რაღაც დაბალ პროცენტში აძლევს სესხს ამ ქვეყნებს. და მაგრამ დასავლური ორგანიზაციები შედარებით მაღალ პროცენტში, ხო, და რაღაცა ისეთი თვითონ დასავლეთში შეიქმნა ეგრეთ წოდებული ვალის ხაფანგი, რომელსაც თვითონ ჩინეთი აფრიკულ ქვეყნებს აბავს, მაგრამ თვითონ უარეს აკეთებს, ანუ დასავლური ორგანიზაციების ეს ვალის ხაფანგი უფრო ძლავრია ვიდრე ჩინური ამ თვალსაზრისით და ისიც არ დაგვაწყდეს რომ როდესაც დასავლეთი აძლევს ვალს მესამე სამყაროს ქვეყანას ის არ აძლევს შესაძლებლობას რომ ის ფული რაც უკვე დაუბრუნოს თვითონ გამოიმუშაოს ამ ქვეყანამ. ანუ თქვენ რაც ახსენეთ ექსტრაქციით ცდილობს ამას და ჩინეთი პირიქით ის რომ ვალს აძლევს ამ ვალით ის ქვეყანა ქმნის რაღაც დამატებით ღირებულებას საკუთარ ქვეყანაში და ის შემდგომ ადვილად ანუ პოტენციურად ადვილად გაისურვებს საკომისიოს პროცენტებს. კი და ხოვით ესე რომ რაღაცა ახსნათ ეს საერთაშორისო პოლიტეკონომია. ხო, ну მე მგონი კიდევ უფრო დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მკვეთრი ხდება ეკონომიკის გავლენა გეოპოლიტიკურ პროცესებზე და გეოეკონომიკა უფრო მაღლა იწევს ვიდრე ადრე იყო გეოპოლიტიკა. შეგნების პროცესი. რეალურად ეს ყოველთვის ასე იყო. არ არსებობდა ცალკეცნება ეკონომიკა და ცალკეცნება პოლიტიკა. არსებობდა პოლიტეკონომია. ეს შემდგომ გაიყო ცივი ომის პერიოდში, რომ ეს ორი რაღაც ერთმანეთს არ დაეკავშირებინათ და ჩვენს რაღაცა პოსტსაბჭოთა პერიოდში, დამოუკიდებლობის პერიოდში ჩვენ თუნდაც აკადემიაში, საუნივერსიტეტო სფეროში ეს ორი ცნება ერთმანეთს არ უკავშირდება. ანუ შეუძლებელი ან და მხოლოდ სწავლობთ რაღაცა დემოკრატიის თეორიებს ცალკე სწავლობენ ეკონომიკის თეორიებს, არადა ეს ერთმანეთს უკავშირდება. ანუ თუ ელემენტარული თეორია თუ ქვეყანაში არ იქნა ელემენტარული დოვლათი, იქ დემოკრატია ვერ იქნება, იმიტომ რომ დოვლათის სიმწირე ქმნის დაპირისპირებას, კონფლიქტს, რაც წარმოქმნის შემდგომ რაღაცა ავტორიტარულ მეტი დოვლათი, მეტ კომუნიკაციას და მეტი დოვლათი ქმნის კონსენსუსის შესაძლებლობას და კომპრომისის შესაძლებლობას, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი თუ არის დაკმაყოფილებული რაღაც მატერიალური რესურსებით, მას აქვს უფრო დიდი რესურსი კონდეს ეს კონსენსუსის შესაძლებლობა და თუ ეხა ადამიანებს 80% არაფერი გააჩნია, ის ვერ შეთანხმდება დანარჩენ 20%-თან, რომ ეხა დემოკრატია იყოს, ხო? ანუ ძალიან მარტივია და ეს ორი ცნება, რა ვიცი, ეხა მოწოდებასავით შეიძლება გამომივიდეს, მაგრამ ქართულ აკადემიაში რაც უფრო მალე დაიწყებენ იმაზე საუბრას, რომ ეს ეკონომიკა და პოლიტიკა ეს განუყოფელი ცნებებია და ეს ერთმანეთს დაუკავშირდეს და გადავიდეს ეს რაღაც გეოეკონომიკურ სწავლებებში, ეს უფრო მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ ეს ადამიანს უფრო, როგორ გითხრათ, სრულფასოვან და ყოვლისმომცველ სურათს გაძლევს რა ხდება ზოგადად ქვეყანა სოფლიოში. იგივე ხა ეს ირანის კონფლიქტიც რო ავიღოთ, ხო? ესეც არის რესურსებისთვის დაპირისპირება საბოლოოდ. ეხა მანდამაინც ანუ ასეთი თავარი ნარატივი რა არის, რომ ირანში არის თეოკრატია და ხალხი არის საშინელ მდგომარეობაში და რაღაც. ეხა ვიღაცას ანუ აქედან რომ ამოვიდეთ, რა გამოდის, რომ შეერთებული შტატები დარდობს ირანელის ბედზე, რა თქმა უნდა, არ დარდობს. ეხა ის რომ დარდობდეს ირანელი თავის ამერიკის მოქალაქეზე უნდა იდარდოს, ხო, ჯერ. ხო და თავარი საბოლოოდ არის რესურსი, რაც არის ირანში, ხო? ეს არის ნავთობი, გაზი და ის რაღაცა დავამატოთ ამას პოლიტიკური მდებარეობა, რაც მას გააჩნია აზიის მატერიკს. კი ბატონო. ნუ დაშოთა მადლობა კიდევ
მინდოდა რაღაც დიალოგის გამარჯვება, მაგრამ მეტის საშუალებას საერთოდ დრო აღარ გვაძლევს. მადლობა სტუმრობისთვის, ამ საინტერესო დიალოგისთვის და ხო აბსოლუტურად გეთახმებით და ვფიქრობ რომ ესეც რა თქმა უნდა ახალი არ არის რომ ეკონომიკა არის ერთ-ერთი მთავარი და ძალიან ხშირად ომის დაწყების მიზეზი ეკონომიკური საჭიროება ყოფილა ან თუნდაც ეკონომიკურად შედეგის და მოგების მომტანი სივრცეზე კონტროლის დაწესება თუნდაც ხო ეს არის ის კლასიკა რომელიც თელი ისტორიის განმავლობაში ჩვენ მქონია მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ მასპინძლობდით და შოთა თხელიძესთან ჩვენი დიალოგი რადიო ემდის Facebook გვერდზე აიტვირთება დროებით